მოგესალმებით, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ჩვენ 1 საათის მანძილზე ვიქნებით ერთად. თქვენ შეგიძლიათ როგორც ყოველთვის გვისმინოთ რადიო ტალღაზე 105-დან 0 გვიყუროთ ინტერნეტის მეშვეობით საიტზე obiektivi.net და ასევე ბათუმის 25 არხზე და სხვადასხვა საკაბელო ტელევიზიებითაც ტელეეთერით შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ. თქვენ იცით რომ ყველაზე პრესტიჟული და პრიორიტეტული ჩვენთვის სწორედ თქვენი ზარებია, თქვენი მონაწილეობა არის გადაცემებში, ასე რომ დაგვირეკეთ ისევ და ისევ ჩვენს უცვლელ ნომერზე 2388 105. ასევე Skype-ის მეშვეობით შეგიძლიათ დაგვირეკოთ, ეს არის ლათინური ასოებით ობიექტივი. და ესეთი პოლიტიკური და მძიმე ცხოვრებიდან, დიდი ბატალიებიდან ჩვენ გადავწყვეტეთ დღევანდელი საღამო დავიწყოთ ძალიან შვიდი, წყნარი და თქვენთვის ყველასთვის სასიამოვნო თემებით. ეს იქნება ჩვენი ხელოვნება ისევ და ისევ. და არაჩვეულებრივი სტუმრები არიან ახლა ჩემთან ერთად სტუდიაში, რომლებიც სწორედ აი ამ თემებზე ისაუბრებენ და ჩვენ ვისაუბრებთ სიმღერებზე, კლიპებზე, პრემიერაც კი გვექნება ახალი სიმღერის და მე წარმოგიდგენთ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს, ეს არის ულამაზესი ქალბატონი ანი სირაძე. მოგესალმებით ქალბატონო ანი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ მადლობა რომ მოგბრძანდით და ასევე ჩვენი ცნობილი მომღერალი ბატონი დავით ძიძიგური, ცნობილი ჰიტების შემსრულებელი და ავტორი. მოგესალმებით ბატონო დავით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი თემა მე საერთოდ პოლიტიკური გადაცემები მიყავს ხოლმე და აი როდესაც ესეთი ხელოვანი ხალხი მყავს სტუდიაში ვარ ხოლმე ძალიან აღფრთოვანებული და ეს ყოველთვის მეტყობა ხოლმე გადაცემებშიც, ასე რომ მე მგონი ჩვენი მსმენელი და მაყურებელი მომიტევებს ჩემს ასეთ რაღაცა გამხიარულებულ განწყობას. და მოდით პირველი ზარი არის ახლა მანიშნებენ ჩვენ და ზარია უკვე. კი, უკვე ზარია, დიდი სიამოვნებით მივიღოთ ეს ზარი, მოვუსმინოთ და შემდეგ უკვე ჩვენს მთავარ თემებზე გადავიდეთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. ალო? გამარჯობა. მოგესალმებით, ისაუბრეთ ერთ-ერთი ხართ თქვენ. დაუწიეთ. გამარჯობა. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი თემას არ შეეფერება ჩემი გამოსვლა, მაგრამ მე თქვენი პიროვნ დიახ ვსაუბრობ ისმის ჩემი ძალიან კარგად ისმის და მე იმიტომ არ გელაპარაკებით რომ კიდევ გვიან უნდა მოვიდეს ჩემი პიროვნების იმედი მაქვს რომ ამას ყურადღებას მიაქცევთ. ერთი კვირის წინ თურქეთის საელჩოსთან ალო ქალბატონო ისაუბრეთ თუში ძალიან დიდხანს ვესალმებით ერთმანეთს და იქნებ თქვათ სათქმელი და დავამთავროთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დაგვირეკეთ. მიუხედავად იმისა, რომ თემას არ შეესაბამებოდა, მაინც რაღაც კომიკური ზარი გამოგვივიდა. მე ბოდიშს მოხდი ქალბატონს, მას ხვდები რომ სერიოზული თემა ქონდა, მაგრამ რა ვიცი კიდევ დარეკეთ. ანი, მოდი თქვენი დავიწყოთ, არაჩვეულებრივი გოგონა, გაზრდილა უკვე ანი, მსმენელი მაყურებელი ანი სირაძეს იცნობს. თქვენი პირველი ჰიტი იყო თუ არ ვცდები, ანრი ჯოხაძესთან ერთად, წვიმა. კი, ხვალისეთი დიალოგა გვითენდება იყო. ვიყავი 12 წლის და მოგიხსენებათ, ეხლა 12 წლის ბავშვი ვიყავი, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ძალიან დიდი რაღაც იყო უკვე, ეხლა 12 წლის ასაკში ერთი ჰიტი რო გვაქვს, ეს უკვე რაღაც კარგია. შემდეგ რა თქმა უნდა გავაგრძელეთ, მე ვიტყოდი რომ ჩემთვის, ჩემს რეპერტუარში ყველაზე მეტად მაინც ყველაზე მეგა პროექტი არის არ გვინდა ვანიარითიც გამიცნო სრულიად საქართველომ. და რა ვიცი, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გავაკეთე რაღაცები კიდევ და საკმაოდ რეიტინგული ნამუშევრები გვაქვს. მე მინდა სწორედ აი შევეკითხო ჩვენს პროდიუსერებს, ჩვენ მომზადებული გვაქვს სწორედ აი ეს თქვენი არაჩვეულებრივი პროექტი არ გვინდა ვანია, რომელიც ნამდვილად იყო რაღაც ყოველ შემთხვევაში შეძრა საზოგადოება, იმდენად პირდაპირ იყო ყველაფერი ნათქვამი ის რაც ნებისმიერ ჩვენთაგანს გულში ქონდა და თან მაინც ეს იყო ხელოვნება. ხელოვნება ძალიან დიდი ძალა აქვს, როცა ვამბობ ხოლმე არ ჯერათ. გონიათ რომ მარტო აქციებს აქვს ძალა. არ ვიცი, რამდენად გვაქვს საშუალება რომ უკვე გაუშვათ ვიდეო? ჯერ არ გვეუბნები. კარგი, მოდი ჯერ ზარს მოусმინოთ და შემდეგ უკვე ჩვენ გვეტყვიან შეგვიძლია თუ არა ვიდეოს გაშვება და ჩვენ ცოტა ისეთი კუსტარულ პირობებში ვმუშაობთ ამისთვის ბოდიშს უხდი მაყურებასაც და თქვენს. მოგესალმებით, დიახ, ბრძანეთ. გამარჯობა. გამარჯობა. მე მაპატიეთ, შეიძლება ამ თემას არ ეხება ეს ჩემი განცხადება, მაგრამ პიროვნულად თქვენი იმედი მაქვს, მაკა
თქვენი იმედი მაქვს რომ ამას მიაქცევთ ყურადღებას. ერთი თვის დაახლოებით ერთი თვის წინ თურქეთის საელჩოსთან ბიჭებმა ეროვნული რაღაცა ფორუმი არისო. ბიჭებმა ჩაატარეს ბათუმში მეჩეთის საწინააღმდეგო მიტინგი და იყვნენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები. როგორც გავიგე, ესენი ჩასულან მახინჯაურში ამ თემით პროტესტის ნიშნად ამ მეჩეთების და ერთ-ერთი იპოვეს მკვდარი, მეორე ძალიან ცუდად არის. თემა მსოფლიო უცხოეთიდან დამირეკეს მე ამ თემაზე და საქართველოში არც ერთ ტელევიზორს, არც ერთ გაზეთს ესა ვთქვია. არაჩვეულებრივი ბიჭები, პოეტები და იმედი მაქვს თქვენი პიროვნულად მაკა თქვენ გეუბნებით რომ ამას მიაქცევთ ყურადღებას. ნუ თუ იქ ირმამ ვერ გაიგო მახინჯაურში რომ მოუკლეს ბიჭები. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან უცნაური განცხადება არის. ქალბატონო, სიმართლე გითხრათ, მე მომიტევეთ თუ ჩქარობ დასკვნებში, მაგრამ სიმართლე გითხრათ ცოტა ვეჭვობ, რომ მსგავსი ფაქტი მომხდარიყო და ფეხზე არ დამდგარიყო მთელი ქვეყანა. არ ვიცი, მე გვპირდებით, რომ აუცილებლად ვეკითხავ ამის შესახებ და აუცილებლად გავარკვევ. და თუ ვინმე გვისმენს და გვიყურებს მახინჯაურიდან ან მიმდებარე ტერიტორიიდან და იცის მსგავსი ფაქტი, ოღონდ დაზუსტებით, არა ესე ყურმოკვრის დონეზე, მე გთხოვთ იქნებ დაგვირეკოთ და გითხრათ ამის შესახებ. 2-388-105 არის ჩვენი ნომერი. და მე მანიშნებენ, რომ ვიდეო არის მზად. არაჩვეულებრივი კლიპი, არაჩვეულებრივი ქალბატონის შესრულებით, ეს არის არ გვინდა ვანია. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ვანია. მოდით ნახოთ. გული თითქოს შერდება როცა შეგეფერები სიყვარულით ვჩურჩმული ვერასდროს შეგელები შენს ქუჩებში დავდივარ ხოლო შენზე სიმღერით შენგან ვერსად ვერ ძავა ჩვენ სულ ერთად ვიქნებით ფარგლებს სიყვარულს ნამდვილ სიყვარულს ამცის სიყვარულს გავხარ სიყვარულს ლამას სიყვარულს უცნაურ სიყვარულს ფარგლებს სიყვარულს ნამდვილ გავაჩერეთ ჩვენ ვიდეო, ეს ვიდეო შემდგომისთვის იყო მომზადებული. ისტორია აქვს და არ შეგვეძლება ხარ არ გვინდავანია გავუშვა რა თქმა უნდა შეგვეძლება ხო მაშინ კიდევ მომზადებული მე ძალიან დიდ ბოდიშს ვხდი ჩვენ სვანას და მაყურებას თქვენ იცით ჩვენ როგორ პირობებში გვიხდება მუშაობა და ამდენად ანიმ ძალიან გააპროტესტა ეს არ არის ის კლიპი ამას თავის ისტორია აქვს ხო არა იმიტომ რომ ეს სიმღერა რომ ეს კლიპი რომელიც ეხლა გავიდეს არის ჩემი ბებიის ეთერჭელის და რაღაც ესე არ მინდა რომ თემის გარეშე გავუშვა და არ გვინდავანია რაც შეეხება ერთი რამე მინდა დავამატა რომ ეს არის ანრი ჯოხაძის პროექტი და ანრი ჯოხაძეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ამისთვის, იმიტომ რომ ერთ დღეში გახადა რაღაც სუპერ პოპულარული ასე ვთქვათ და ლექსი, არანჟირება, მასტერინგი, კლიპი, ყველაფერი აბსოლუტურად ანდრის ეკუთვნის და ეს მინდოდა რომ გაჟღერებულიყო კიდევ ერთხელ ვინც აიცოდა და დიდი მადლობა ანდრის. რა თქმა უნდა, ანდრი იყო ჩემი გადაცემის სტუმარი, თავისი ახალი არაჩვეულებრივი პროექტით ნამდვილად ძალიან კარგი ნამუშევარია ულოცავთ ორივეს მე და დათო ულოცავთ ვერიკოსაც და ანდრის რა თქმა უნდა. ნახოთ კიდევ ერთი ანდრის ნამუშევარი, რომელსაც ჩვენი არაჩვეულებრივი პატარა ქალბატონი ასრულებს. არ გვინდა ვანია. ამჯერად როგორ აღარ მოხიდოში? მამამ თქვა კიდე იდანატო დაგპირდა, აუცილებლად მოვალ. მოთხარი ასე რომ დაივიანა, მეთქი, მამამ თქვა კიდე დაგპირდა, აუცილებლად მოვალ. მოთხარი იქნებ კბილოს კიდე იდანატოს მეთქი. მამამ თქვა კიდე იდანატო დაგპირდა, აუცილებლად მოვალ. Vince chumazis da mardoa Damigere at tu isa sandoa Vince gobedi tuti khoshis pania Undar galia Muvin chat with misiga utania Chems kwashiron kheli da ubania
შაშინდერი ნურა ფესკათ მო ანახებს ყობა ხართუ ბარია მოგეთევა კანდიდების მანია აგი კოლორ შენა მოსვან ჩემი ძებვა არია armașinებს țiνα ათოგარია რაგან პრომეთი სამიტანია საერთოდ ეს ამბავი აკრამოსადანია არგვინდა ბანია ვისაც უნდა სხვისი გზების არევა ველდან უყვარს ხვის საქმეში ჩარევა დათი მოიწყა მშვიდობის მანდია მაინც ანდია ველაფერი იმ სტაფრების ბრალია სადაც ოთხსა შემომჯდარი ქალია სადაც გელი გასწევდა და ვერ შეჯამა ბაჭია დამნაშავე ორი ბადია არმახელებს ყობა ხართუ ბანია გაკნევა კანდიდების მანია აგე გონო შენ მამოსვან ჩემი ძეგვა არია armașinებს țiნა ათოგარია რაგან პრომეთი სამიტანია საერთოდ ეს ამბავი აკრამოსადანია ნუ ჩათრის მისი გაუტანია ჩემს ხელში რომ ხელი დაუბანია და თუ ვინმე შენს მიწაზე მიდი მოვდივარ არ გობს ნუ შეშინდები ნუ რა ფერს დათმო არმახელებს ყობა ხართუ ბანია მოგეთევა კანდიდების მანია აგე გონო შენ მამოსვან ჩემი ძეგვა არია armașinებს ცინა ათოგარია რაგან პრომეთი სამიტანია საერთოდ ეს ამბავი აკრამოსადანია ძალიან დიდი მადლობა როგორც დარწმუნდით ეს იყო ნამდვილად არაჩვეულებრივი კლიპი აი ძალიან დიდი მადლობა მე კომპლიმენტს ვიღებ უკვე არა იმიტომ რომ რეალობა მე გარდა იმისა რომ კონცეფცია არის თვითონ არაჩვეულებრივი ჩვენთვის ასევე შესრულებაც მოდი გადავიდეთ ბატონ დავითთან ბატონი დავითი არის ძალიან ცნობილი ჰიტის შემსრულებელი დრო მიდის დრო ესე იცნობს თუმცა დრო ქვია ხო უბრალოდ ამ დრო მიდის ესევე ქვია ასე ვიცნობთ ჩვენ ამ ჰიტს რომელსაც ჩვენ ძალიან მალე შემოგთავაზებთ შეგახსენებთ უბრალოდ შეხსენებაც არ უნდა ამას მაგრამ რადგან სტუმრად ყავს დათო თავისი ცნობილი ჰიტით აუცილებლად მასაც წარმოვადგენ თუმცა დათოს დღეს მოტანილი აქვს სიმღერის პრემიერა სამწუხაროდ მხოლოდ აუდიო ვერსიაა მაგრამ ნუ რაღაცნაირად შევეცდებით რომ მაინც ზეიმი მოვაწყოთ დავით შენ არ მღეროდი დიდი ხანი, დიდი ხნის მანძილზე, თუმცა სამეგობრო წრემ კი იცოდა რომ მღეროდი და სულ გიტარით ახსოვ ხარ ყველას გიტარით ხელში, მაგრამ ესტრადაზე ძალიან გვიან დაიწყე სიმღერა. როგორც სხვათა შორის, აი ჩვენი როგორც იტყვიან ქალაქური სიმღერების ძალიან ბევრმა შემსრულებელმა, ძალიან კარგმა და რა ვიცი, აი მაღალი დონის შემსრულებლებმა თითქოს იყვნენ ისინი ჭრდილში და შემდეგ რაღაც ერთდროულად გამოხვედით ყველანი სცენაზე. რა განაპირობა? რა ვიცი, ტრაფარეტოლიკია შეკითხვა, მაგრამ მაინც საინტერესოა. ხო, არა, გვიან შემოვედი, იმიტომ რომ ალბათ იცით, რაღაც არასოდეს არ მქონია სურვილი, რომ რაღაც მემღერა რაღაც ის რა ვიცი, არ მაინტერესებდა. ალბათ კიდევ უფრო იმიტომ რომ ნუ კარგი ხანი არ ცხოვრობდი, ნუ 9 წელი საქართველოში არ ვიმყოფებოდი. ჩამოვედი თუ არა რაღაცა ესე გადავწყვიტე რომ აი ხა ცოტა ისე გამომდის უხერხულად რაღაც ისე გადავწყვიტე რაღაც ცოტა. ხო, არა, ეს არის ხოლმე ძალიან ზარმაცი. ძალიან ზარმაცი ვარ, ხო. ყველა სიმღერა დიდი გეხოწები ჩაწერე რა, მოდი გავაკეთოთ ეს. სულ ეგრე ვართ, ოღონდ მართლა მეგობრები. და ვიღოდა ვაღიაროთ რომ რაც ჩაწერა კიდევ იქცა მაშინვე. ნამდვილად რასაც აკეთებს ძალიან ხარისხიანს აკეთებს. და პირველი ჩავწერე დუეტი. და სხვათა შორის ძალიან დიდი ამბავი იყო, ნუ კარგი არ გწონიაო, ცხოვრებაში არ გიმღერი, არ გამოსულ ხარ სცენაზე, რატო დაეტაკე მაინც და მაინც ამ ეკა კვალიაშვილს ყველაზე აგარ მომღერალსო და მაშინ ჩავწერე დუეტი პირველად.
და ნუ შეუგულებრივ აი რაღაცა ისეთ მეგობრული იყო რაღაცა და მე უკვე ნატო გელაშვილმა მომცა ეს სიმღერა. ეს იყო საახალწლო ზეიმი პირველ არხზე თუ არ ვცდები, პირველად გამოჩნდა. პირველ არხზე, ხო, მაგრამ 31 დეკემბერს ვიმღერე ეკა კვალიაშვილთან ერთად. ეკა კვალიაშვილთან ერთად. მოდი მე ახლა ვისარგებლებ შემთხვევით, რომ ჩვენ ეკა კვალიაშვილი ვახსენეთ, მე ვარ პირდაპირ ეთერში და მე მინდა მიულოცო ეკას დაბადების დღე. მე მინდა მიულოცო ეკა კვალიაშვილს, მე მინდა მიულოცო მისი ქალიშვილის არაჩვეულებრივი ნუკა გვალიას ესეთი წარმატება გუშინდელ ვინც არიცის შევახსენებ საქართველოს ვარსკვლავში იღებდა ეს არაჩვეულებრივი გოგონა მონაწილეობას და იყო ნამდვილად ძალიან კარგი და არაჩვეულებრივი და ნუ ეს ჯერ მისალოცი არაფერია მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი ეტაპი მან ძალიან ისე შთამბეჭდავად გაიარა და ასე რომ რა ვიცი ულოცავ მაინც და წარმატებებს უსურვებს სულით და ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ფინალამდე მივა და გაიმარჯვებს კიდეც რა თქმა უნდა. არა, იმიტომ რომ ნამდვილად ერთ-ერთი ძლიერი მონაწილეა ჩვენ გუშინ რასაც უყურებთ, ნამდვილად ერთ-ერთი ლიდერი. კი, თანხმობით სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ აი პირდაპირ ეთერიდანაც საოცრად დამეფიქსირებინა ჩემი რა ვიცი, ყველანაირი კარგი სურვილი. არ ვიცი, არის თუ არა მზად ვიდეო, ჩვენ შეგვიძლია ეს ძალიან კარგი დათოს სიმღერა დიახ, აი მანიშნებენ დათოს კლიპი მზად არისო. გავუშვათ ბატონი დავითის სიმღერა. ეს იყო ერთ დროს ვიყავით ბედნიერი ბავშვით გვიხაროდა უბრალო რა დავშორდით რატო არ გითქვამს არაფერი დავშორდით რატო არ ვიცით რა მეძალზეთ მიჭირს უშენო წლები მიდის მინდა რომ მკითხო ცხოვრება ხომ არ გიჭირს წარსული მოგონება შემოგჩენია თითქმის მე მაინც გელი მე მაინც გიცდი მაგრამ დრომის დრო აღარ ჩერდება ვიშიან ნაპირზე დღეს ისევ უშენო თენდება მაგრამ დრომის დრო მოგონებები ძოლდება სევდას დაიღებს ქარი ფიქრებს გაფანტავს დრო ვიშიან ნაპირზე ისევ თავს ეს იყო ერთ დროს ვიყავით ბედნიერნი ბავშვით გვიხაროდა უბრალო რა დავშორდით რატო არ გითქვამს არაფერი დავშორდით რატო არ ვიცით რა მაგრამ დრო მიდის დრო აღარ ჩერდება ქვიშიან ნაპირზე დღეს ისე უშენო თენდება მაგრამ დრო მიდის დრო მოგონებები ძოლდება სევდას დაიღებს ხარი ფიქრებს გაფანტავს დრო ქვიშიან ნაპირზე ისევ თავს მაგრამ დრო მიდის დრო დრო აღარ ჩერდება ქვიშიან ნაპირზე დღეს ისევ უშენო თენდება მაგრამ დრო მიდის დრო მოგონებები ძოლდება სევდას დაიღებს ქარი ღამეს გაფანტავს დრო
ქვიშიან ნაპირზე ისე თოს ფიქრებს გაფანტავს ქარი სევდას გაფანტავს დრო ქვიშიან ნაპირზე ისე თოს ეს იყო ჩვენი ბატონი დავით ძიძიგურის ჰიტი. დავით, იქნებ ვისაუბროთ აი ამ კლიპზეც, მოკლედ მოუყვეთ საზოგადოებას, ვინ გადაიღო, ვისი სიმღერა, ძალიან ცნობილი მონაწილეები არიან ამ კლიპის სიმღერის, რა ვიცი, ვიზაჟის დონემდეც კი ძალიან პოპულარული ადამიანები გემსახურებოდნენ. მაგრამ ეხლა ვიზაჟის გამო ეხლა როგორ თქვა იმ ადამიანზე რაღაც შეიძლება გამინაწყენდეს. ეს სიმღერა ეკუთვნის ნატო გელაშვილს. რა თქმა უნდა ლექსის ნატო გელაშვილის არის სხვათა შორის მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგ რაღაცას მახსენებს და სხვათა შორის არ უყურებ ხოლმე ჩემ კლიპს აი ხა რამდენი წელია მე ამ კლიპის არც მინახავს ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მინდა გითხრა იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩვენ ყოველთვის სარგებლობთ სოციალური ქსელებით კონკრეტულად Facebook-ით და როდესაც მე დავაანონსე და ეს სიმღერა დავდე ძალიან ბევრი ადამიანი აღფრთოვანდა რომ დღეს კიდევ ერთხელ მოისმენდნენ ამ სიმღერას და მის შემსრულებელსაც ასე პირდაპირ ეთერში ნახავდნენ ხო და ესე გადავიღე კლიპი, მე გადავწყვიტეთ რომ ეს კლიპი გადაგვიღო ამ სიმღერაზე. ისიც დამაძალეს, აღარ მართლა არ მქონდა სურვილი. ყველაფერს მაძალებდნენ და სხვათა შორის ჩაწერაზე მარტო ვიდექი და მარტო ჩაწერე ეს სიმღერა. და ცუდ ხასიათზე ვიყავი. ვინ არის რეჟისორი კლიპის? ვინ გადაიღო? ლევან ტორუნჯაძე გახლავთ რეჟისორი. და გადავიღე თბილისის ერთ-ერთ კლუბში. და მხატვრული გაფორმებაც ეკუთვნის ჩვენს ერთ-ერთ ცნობილ მეგობარს. ცნობილ მეგობარს ეკუთვნის ძალიან დამეხმარა აჩი მეფარიძე, სხვათა შორის და აჩი ყველას ეხმარება. და ძალიან დიდი მადლობა. კი, ეს ცნობილი არის აჩი მეფარიძის ესეთი ქველმოქმედი ბუნება, ის უანგაროდ ეხმარება ყოველთვის ახალგაზრდებსაც, თავის სტოლებსაც, მეგობრებსაც და ასე შემდეგ. ზოგჯერ რუცხოებსაც კი. კი, და ერთი სიმღერის გამო რაღაც უცბად არ სველოდებოდი, ყველა კონცერტზე მეძახდნენ. აი სამდენ საოცარი არ მოყვა. ეს არის ჰიტი სწორედ. ესეთი ისტორია, პატარა ისტორია. მოდი დავუბრუნდეთ ანის. ანის აქვს მოტანილი არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც ჩვენ აი ესე გაგვეპარა დასაწყისი. მოდით მე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას. ანი არის არაჩვეულებრივი ქართველი კომპოზიტორის, მომღერალის, ჩვენი ულამაზესი ქალბატონი ეთერ ჭელიძის შვილიშვილი. მისი დედა ულამაზესი ქალბატონი ნინო ეხლა არის კადრს მიღმა თქვენ ვერ ხედავთ მაგრამ ჩვენ აღელვებული შემოიჭრა ისიც სტუდიაში შემოხედა რა ხდება და ახედა მის შვილს როგორ არის და აი ესეთი არაჩვეულებრივი ოჯახიდან არის ანი ეს რასაკვირველია თქვენ იცით მაგრამ მე მინდა მაინც შეგახსენოთ და დღეს აი ეს სიმღერა რომელიც ჩვენ ცოტათი გაგვეპარა დღეს ეთერში ეს არის სწორედ ქალბატონი ეთერ ჭელიძის არაჩვეულებრივი სიმღერა რომელიც არ არის იმდენად ცნობილი ანი მოდი მოუყვეთ ამის შესახებ არის ბებია სიმდენი სიმღერები აქვს კიდევ რაც არ არის ცნობილი და დარწმუნებული ვარ რომ ნელ-ნელა მოვაგროვებთ და გამოვიტანთ მომღერლები იმიტომ რომ არაერთი მომღერალი ასრულებს ეთერის სიმღერებს და იმედი მაქვს რომ შეასრულებს ეს არის ერთ-ერთი სიმღერა. ეს იქნება საშვილიშვილის საქმე თუ ამას ითავებ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზუსტად ეხლა ხან 21-ში იყო ეთერის 75 წლის იუბილე, რომელიც გავაკეთეთ მაგთი კლუბში და ის მომღერლები მოვიწვიეთ, ვისაც ეთერის სიმღერები აქვს რეპერტუარში და თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით 20 მომღერალი გამოვიდა, რომლებიც უკვე მღერიან. კი, რა თქმა უნდა, უკვე მღერიან და არიან ცნობილი მომღერლები, ასე რომ მომავალშიც რა თქმა უნდა მოდი სიმღერები შევახსენოთ რომელი სიმღერები სიმღერები ანრი ჯოხაძემ შესრულო მე მაინც მოვალ ვერიკო ტურაშულმა რა კარგი ხარ ეთერის სიმღერა ვინც არის ის კლიპი რაზეც აქვს ვერიკოს ნუ ყოველთვის საყვარელი ჭაღარა თბილისი მე შევასრულე თეატრალურის კვარტეტთან ერთად შესრულა ნინი შერმადინმა და თემო საჯაიამ დუეტში დავალ საყვარელ ქუჩებში ეს ყოველსათი საყვარელი სიმღერა და რაც შეხება ხამ კონკრეტულ სიმღერას თბილის რაც ქვია ეს იყო ძველი სიმღერა ძალიან მომწონდა სიმართლე გითხრათ პატარაობიდან დაახლოებით ვიყავი 6-7 წლის ყოველთვის მინდოდა რატომღაც რომ ამ სიმღერაზე გამაკეთებინა მაგრამ ეს სიმღერა თბილისი არ იყო სიყვარულზე ჩვენ შევცვალეთ ლექსი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნანა ცინცაძეს ლექსი ეკუთვნის მას რაღაც ბოლო ნაწილში შეცვლილი
თვლილი გვაქვს სიმღერაში, ეს ჩემი ინტერპრეტაციით არის. მე გადავაკეთე და მე მგონი მეპატიება, რაღაც კარგი გამოვიდა და იმიტომ კარგი გამოვიდა მართლა. კლიპი გადაიღო რუსთავიორმა, ოთოლუნთაძე გახლავთ პროდიუსერი კლიპის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც 3 დღე ამ გადაღებაზე დამყვებოდნენ და კლიპშიც მონაწილეობენ. და რა ვიცი, მე მგონი კარგი გამოვიდა. თბილისობას გავაკეთეთ შარშან. სულ ახალი კლიპია. არ არის სულ ახალი, ეს გავაკეთეთ შარშან, შედგა ვანო შოუში, პრემიერა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, რუსთავიორის პროექტია ეს, იმიტომ რომ ოთოლუნთაძე ხელმძღვანელობდა და გავაკეთეთ თბილისობას და მე ჩვენ არ ვისაუბრებს რუსთავიორის. არა, იმიტომ რომ ეს დემონსტრირება. არა, ეს კლიპი ტრიალებს სხვადასხვა მუსიკალურ არხებზე, ჩვეულებრივად, უბრალოდ პრემიერა შედგა ვანო შოუში. კარგი. მოდით, აი თუ არის უკვე მზად კლიპი, იქნებ გაუშვათ ხელახლა, ამჯერად უკვე სრულფასოვნად, ეს არის არაჩვეულებრივი სიმღერა, ქალბატონი ეთერ ჭელიძის სიმღერა თბილისზე. როცაში გეფერები სიყვარულით ვჩურჩული ვერასდროს შეგელები შენს ქუჩებში დავდივარ ხოლო შენზე სიმღერით შენგან ვერსად ვერ ძავალ ჩვენ სულ ერთად ვიქნები ვარქმევ სიყვარულს ნამდვილ სიყვარულს სიყვარულს გავხარ სიყვარულს ლამაზ სიყვარულს უცნაურ სიყვარულს ვარქმევ სიყვარულს ნამდვილ სიყვარულს სიყვარულს გავხარ სიყვარულს ლამაზ სიყვარულს როცა შენს გზებს გავღურებ სიყვარულით ვიფსები წამითაც რომ დაგდობო მაინც შენთან ვიქნები სიყვარულზე გიღვები უსასრულო ოცნებით მე ჩემს ქალაქს ვერ დავთმობ ჩვენ სულ ერთად ვიქნები ვარქმევ სიყვარულს ნამდვილ სიყვარულს სიყვარულს გავხარ სიყვარულს ლამაზ სიყვარულს უცნაურ სიყვარულს ვარქმევ სიყვარულს ნამდვილ სიყვარულს სიყვარულს გავხარ სიყვარულს ლამაზ სიყვარულს სიყვარულს ესეც კიდევ ახალი კლიპი, ну ახალი ქვია, მაინც 1 წლის არის. მხოლოდ და ამდენად ჩემთვის მაინც ახალია ყოველ შემთხვევაში და აი რა ვიცი, ადამიანი რომელიც უკვე რამდენი წლის იუბილე იყო? 75.
და ყოველდღიურად მისი სიმღერები ახალ-ახალ სიცოცხლეს იძენენ და ყოველი ახალი თაობა ცდილობს რომ სწორედ ალბათ ეთერჭელიზის სიმღერა იმღეროს. რომ აბსოლუტურად ყველა თაობის მომღერალი მღერის 9 წლიდან დაწყებული, იმიტომ რომ კონცერტზეც ესე იყო ძალიან პატარა ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა, ვინც ასრულებდა ეთერის სიმღერებს. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და ზევითაც. კი, ნამდვილად ლენკა ზვიადაძემი და აღნიშნო, ნიჭიერიდან ალბათ იცით ყველამ. 11 წლის არის ლენკა და ძალიან კარგად იმღერა. ანუ გაითავისა სიმღერა და მოირგო რაც თავარი. ეს არის სწორედ დიდი კომპოზიტორი. მისი სიმღერაც ყველას შეუძლია, ყველა თაობა. გარდა იმისა, რომ საპასუხისმგებლოა, რომ ქალბატონი ეთერის სიმღერა შეასრულა, აი ყველანაირად რთულია და ძალიან საპასუხისმგებლოა. აი რაღაც ისეთი სიმღერა. დათოცეკი იყო, აი ყველაფერაზე. აი ეს რაღაც ზუდად რო არ გამო. ყველა ეგრე ვართ მომღერლები, ოღონდ ეხა მე განსაკუთრებით რომ ბებია და მე არ მაქვს უფლება რომ ცუდად ვიმღერო რომ მისი სიმღერა. და ჩვენ გვაქვს უფლება? ძალიან დიდი პასუხი. თქვენ უფრო გეპატიებათ, მაგრამ ეხა რო ცხადდება, რომ ანისირაძე კი არ ცხადდება, იქ ცხადდება ეთერ ჭელიძის შვილი. всё, ეხა მან დაამთავრე, მაგრამ არა მაქვს უფლება. კი, უნდა ვაღიარო ჯერჯერობით ესეა. არა, ხო, რა თქმა უნდა. ჯერჯერო მიუხედავად იმისა, რომ აი თვითონ არაჩვეულებრივად მათ ცხადდებენ, მაგრამ როდესაც არის რაღაც კონცერტები, სადაც იქ ურთავენ იმას, რომ მე ვარ ეთერ ჭელიძის შვილი, უნდა შევასრულო იმ წუთას ეთერის სიმღერა. რა თქმა უნდა, რომ ჯერ ვამაყობ კი არა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ყოველს არ აქვს მაგის ბედნიერება და მეორეც ერთი პასუხისმგებლობა აი არ ნახული ას მაგათ, იმიტომ რომ რაღაც ყოველ ფრაზაზე მინდა ისეთი აკადემიური სტილი, რაც თავარია, მინდა დავიცვა, იმიტომ რომ ეთერის ყოველ სიმღერა არის აკადემიური და რაც არ შეიძლება როგორც ზოგიერთები აკეთებენ დუდუკებზე და ასე შემდეგ გადაკეთება. მაგრამ რას ვიზავთ არ ვიცი. მოდი ნურავის უსაყვედურებთ, მთავარია იმღერონ და იმღერონ კარგად. კარგ ფორმებში ეგ არის. გასაკვირველია. და ეს არის ისეთი კომპოზიტორი, რომელსაც ყოველთვის ეყოლება ის ადამიანები, ვინც სიხარულით შეასრულებენ და ვისაც დაჭირდება სხვათა შორის დამსახურება იმისი, რომ იმღეროს ეთერ ჭელიძის სიმღერა. არა, ჩვენ აბსოლუტურად არავისთვის არ გვეთქვამ სულ არის, ვისაც უნდა ნამდვილად ყოველთვის შეასრულებს. რამე თუ არის ახალი გეგმები, სანამ პრემიერა ჩვენ დღეს გვაქვს სიმღერის პრემიერა, დავით ძიძიგურის სიმღერის პრემიერა, სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ აუდიო ვერსია ამჯერად, ჯერ კლიპი არ არის მზად, მაგრამ რადგან ჯერ არსად გაჟღერებულა სიმღერა, ჩვენ მაინც მოვატანინეთ სასწრაფოდ, რომ ჩვენთან იყოს ექსკლუზივი და ეს რასაკვირველი იქნება. ოღონდ ცოტა მოგვიანებით, აი რაღაც 15 წუთი დარჩა გადაცემის დასრულებამდე და სადღაც ბოლოსკენ ჩვენ აუცილებლად მოგასმენინებთ ამ სიმღერას. მაგრამ მოდით მანამდე ვისაუბროთ, მოდი ჯერ სიმღერაზე ვილაპარაკოთ. რა არის, რა სიმღერაა? მოუყვეთ საზოგადოებას და შემდეგ უკვე ტრადიციულად თქვენი გეგმები რა არის უახლოესი გეგმები? რაღაც დათვალთ კოსტუმი ვლაპარაკო. არა ხო მე ხა ვეტყვი ამ სიმღერასთან დაკავშირებით ხო ახალ სიმღერას. ვისი სიმღერა არის, რა არის? ეს გახლავთ ეთერ ჭელიძის სიმღერა, ბათუმის ბულვარი, ესე ქვია ამ სიმღერას და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო აი ანის დედას, ქალბატონ ნინოს. აი მდოვისათვის რომ მომცა სიმღერა და მომესების საშუალება რომ შემოსრულებინა ეთერ ჭელიძის სიმღერა. და ეს რაღაც ისეთი ის იყო ბათუმში ვისვენებდით მე და ანი. ხო და ჩვეულებისაა რომ ნინოს ნომერში იყო, იმიტომ რომ არ უყურს სიცხე და არ გამოსულა იქიდან და მე და ანი დავრბოდით დილიდან საღამომდე ბულვარში. ხო, იქ რაღაცა ვიყვარდა თაობა. ეს იყო ერთ დროს. ეს იყო ერთ დროს და ნინო გაკვირდებოდა და რაღაც თათო იცი რა რაღაც დედაჩემს აქვსო არაჩვეულებრივი სიმღერაო. რაღაც შენ მოგიხდებაო და ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა და აი მოხდა ისე რომ ჩავწერე ეს სიმღერა ლექსი ეკუთვნის ნანა ცინცაძეს არანჟირება ეკუთვნის ძალიან ნიჭიერი ადამიანია კობა მესხია მისავე სტუდიაში ჩავწერე ეს სიმღერა და ექსკლუზივი გაქვთ თქვენ და დიდი მადლობა იმისათვის რომ აი თქვენი ეთერით გავა ჩემი ახალი სიმღერა. პირიქით თქვენ მადლობა რომ გვანდეთ აი ესეთი ექსკლუზივი, ასე რომ ობიექტივი არ არის ისეთი ფლატ, თქვენ რო გონიათ. ჩვენ აი ესეთი რანგის მომღერლებიც გვენდობიან და თავიანთ ექსკლუზივებსაც გვაძლევენ. ანი, რა არის აი
უახლოესი არ მიყვარს ხოლმე ესეთი ტრაფარეტული შეკითხვები, მაგრამ ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ თქვენ იმდენად შემოქმედებითი ოჯახი ხართ. აი ისიც მე ვიდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დათო და ანი არიან ძალიან ახლო მეგობრები. ეხლა თქვენ ხედავთ ანისას და ხედავთ დათოსაც. მე და დათო ვართ მიუხედავად სხვაობის ასაკობრივი. მიუხედავად ნახევარსაუკუნე. ეს რომ საერთოდ არ მიყვარს აპელირება ასაკზე რა, არც მამაკაცზე. მე დათოსთან ეს პრობლემა ნამდვილად. მაგას ვათაშორის ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც პირიქით სახალისო არის, რომ აი ესეთი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ისინი არიან ძალიან ახლო მეგობრები. ერთი ის ვართ, აი ოღონდ მართლა შემილია ეს და ვინც იცის ჩვენმა სამეგობრომ ყველა მიცის აბსოლუტურად, რომ აი შეიძლება ჩემტველი მეგობრები ვინც ყავს, იმას უფრო ვერ აი როგორც შევხედავთ ერთმანეთს ეგრევე ვიცით ხოლმე რა გვინდა. ეგრევე. ხოდა რის თქმა უნდა, მაგრამ აი ეხლას მინდა რომ მე მოუხადე რა თქმა უნდა და დღესაც მოვხდი მადლობას ანის, იმიტომ რომ აი ამ სიმღერის ჩაწერის დროს არ მომცილებია გვერდიდან. არა და მაგრამ ბოლომდე ხო ეს აი ჩემი პატარა მეგობარია. და დიდი მადლობა ანის შენ. აი ის აღარ შემიძლია ყველგან. არა, ყველგან უნდა თქვა ადამიანმა, იმიტომ რომ მადლიერება მადლიერების გრძნობა გამაჩნია. მე საერთოდ ეგრევე ვიცი, იმიტომ რომ თუ ნუ ეხა ამ მასაკის ადამიანს დაეზარებოდა ხო რაღაცა სტუდიაში დილით დასაღებოდა ჩემთან ერთად ყოფნა. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, მე მინდა გითხრათ, როგორც ჟურნალისტმა, რომელსაც ძალიან ბევრი ინტერვიუ აუღია, ბევრი ადამიანი უნახავს, მათ შორის ხელოვნების დარგშიც და არის ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც ადამიანს თავისივე პროფესიის, თავის გვერდზე მდგომი ადამიანისთვის შეუძლია აქვს უნარი, რომ მადლობა გადაუხადოს, რომ აღიაროს მისი კეთილი საქმე, რადგან სამწუხაროდ როგორც წესი ამ სფეროებში ყოველთვის პირიქით დავაა ხოლმე და რაღაც ერთმანეთის ჭამა და მე სწორედ ასე ვიყავი აღრთოვანებული, როდესაც ანრი ჯოხაძე და ვერიკო ტურაშვილი იყვნენ ჩემთან სტუმრად, ანრი რომელმაც ყველაფერი მთელი დიდება, მთელი ბრწყინვალება დაუთმო სხვა მომღერალს და თვითონ გავიდა გვერდზე და კადრშიც კი არ გამოჩნდა იმ არაჩვეულებრივ კლიპში. ეს არის ძალიან დიდი უნარი და ყოველთვის არის დასაფასებელი, ასე რომ მიიღე მადლობა ანი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ღირს. ეს დათოს დიდ სულოვნებაზეც მეტყველებს და შენს არაჩვეულებრივ ადამიანობაზე. მე მინდა რომ აი სწორედ ამას უყურონ ახალგაზრდებმა, მსგავსი საქციელები ისწავლონ, გადაიღონ, რაღაცა აი სხვა მიმართულებით იყოს უფრო ჩვენი ურთიერთობები, ვიდრე არის სამწუხაროდ და არის ერთმანეთის ჭამა და წუდის თქმა და მოკლედ ათასი უბედური. მე ვთვლი რომ მეგობრობა მარტო სიტყვით არ უნდა დამთავრდეს და ეს ყოველთვის საქმით უნდა დაამტკიცო. რა სფეროც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს. მე რა ვიცი მეგობრობა SMS-ის. ჩვენ ნამდვილად როგორც გესმის და ჩვენ ამას ხედავთ თვალნათლივ როგორც გესმის. და რა ვიცი, მოდი ვისაუბროთ მაშინ, სანამ ჩვენს პრემიერას გავუშვებდეთ იმაზე, რა არის ახალი, რა იქნება ახალი, უბრალოდ აი ძალიან ახლო მომავალში გეგმები. ძალიან ახლო მომავალში ვაპირებ ახალი სიმღერის ჩაწერას, რომელიც დამიწერა კობა მესხიამ და არის რითმიანი სიმღერა, იმიტომ რომ რაღაცა ამ ბოლო დროს მომიწია ნელის სიმღერების მღერა, მე ვიყავით გადართული ამ ბების კონცერტზე, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, მე როგორც ყოველთვის ყოველ დეტალი უნდა განვიყილო, რომ ყველაფერი იყოს კარგად, ხარისხიანად. ძალიან კარგი თვისება. მომიწია სამი სიმღერის შესრულება 21-ში და ხო ხვდებით ახლა სამი სიმღერის მომზადება ესე ადვილი არ არის. ხო და ანუ რეპერტუარში დამიკროდა ცოტა ნელი სიმღერები, ახლა ჩავწერით მიანს და აუცილებლად ვგეგმავ კლიპის გადაღებას. იმიტომ რომ მე ვთვლი, როდესაც მომღერალი ხარ, რაღაც ახალი ყოველთვის უნდა გააკეთო, არ უნდა იჯდეს სახში. კარგი იქნება, ცუდი იქნება, ეს უკვე მაყურებელმა გადაწყვიტოს და რაც შეეხება ხა ჩემ კლიპს ვეძებ პირველ რიგში ისეთ სიმღერას, რომელიც კიდევ მინდა რომ რაღაც უფრო აი გეტყვით თქვენთან ჯერ არსად არ მithქოს, მინდა რომ იყოს ქორეოგრაფიული დატვირთვით ვიცეკო მეც დაახლოებით როგორც არ გვინდავანიაში არის, იმიტომ რომ ჩემი ბოლო კლიპი არის უფრო ესეთი აკადემიური ნელი, სადაც ვოკალზე არის ასე ვთქვათ გამახვილებული ყურადღება და მინდა რომ იყოს ახლა უფრო უკვე ცოტა თინეიჯერული, იმიტომ რომ ვანიაში ჩვენ ნახეთ, რომ არაჩვეულებრივად მოძრაობ კიდეც და სიმღერა და ქორეოგრაფია ერთად მშვენივრად გამოდის. დიდი მადლობა და მე ვარ 18 წლის, ამას მინდა ხაზი გაუსვა და სანამდროა მინდა რომ უფრო თინეიჯერული რაღაც გავაკეთო. ხო და რა შეიძლება. ხო და ისედაც იცი რა მე ვთვლი რომ ჯობია წელიწადში ერთხელ გააკეთო ხარისხიანი და კარგი, ვიდრე აი სამ თვეში ერთხელ გააკეთო რაღაც კლიპი და უხარისხო და
რა ვიცი, არაფერში არ ჯდება. აბსოლუტურად გეკითხა. ამიტომ ვეძებ, შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს, მაგრამ როგორც ვიპოვ იმ სიმღერას, რაზეც ვთვლი, რომ უკვე კლიპი იქნება საჭირო, აუცილებლად გადავიღებ და მინდა რომ მალე მოხდეს ეს ყველაფერი. შვენიერი პოსტულატი თქვა ამ ცოტა საანი მე გამახსენდა ნახევრად ხუმრობით, ჯობია იყო ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი, ვიდრე მახინჯი, ღარიბი და უტვინო. რასაკვირველია ჯობია ყოველთვის რომ ხარისხიანი გააკეთა და გისურვებ რომ ყოველთვის აი როგორც თქვენ ოჯახს ეკადრება. დიდი მადლობა თქვენ. ისეთი ხელოვნების ნიმუშები გქონოდეს ყოველთვის. დათო, რა ვიცი, აი მოდი. გავუშვათ უკვე ჩვენი კლიპი. მე მინდა გავაფრთხილო საზოგადოება. ბოდიშს მოგიღეთ შესაძლოა თქვენ დიდად არ მოგწონვართ, მაგრამ კადრში ჩვენ უნდა გამოვჩდეთ, რადგან ეს არის აუდიო ვერსია და ამდენად კადრით გადავფარავთ ჩვენ თვითონ. და რა ვიცი, ხა ჩვენთვის ვისაუბრებთ აქ და ხელსაც ვაგიქნეთ. რაც ეს სიმღერა ჩაიწერა და აუცილებლად დათოს დღეს მე მგონი ezareba ლაპარაკი. აუცილებლად. კი, ძალიან რაღაცა პასიურობს ბატონი დავითი რა შეასრულებს. აუცილებლად კლიპს გადაიღებს საფხულისთვის, იმიტომ რომ ამ სიმღერას ქვია ბათუმის ბულვარი, არის ბულვარზე, ბათუმზე. საფხულზე. არა სიმღერას თვითონ რომ მოისმენთ, აი რაღაც იცი, რაღაც ითხოვს თვითონ სიმღერა. მე ბოდიშს ვიხდი და მე მახსენდება, მშობლებს რომ მოყავთ ხოლმე პატარა ბავშვები და ეს ისეთი კარგი ბიჭია, ისეთი ისეთი ვიხსნის დათოს შესახებ. დავით ამბობ. მართლა ეგრეა, იმიტომ რომ მე იშვიათად არ ვარ ეგეთი ის, რომ ყველაზე კარგი ვთქვა, უღონთ მართლა. ვარ ვთვლი რომ ვარ ობიექტური და ამ შემთხვევაში ძალიან კაი თქვენ თვითონაც ნახავთ ძალიან კარგი გამოვიდა და აუცილებლად იმსახურებს ეს სიმღერა კლიპს. ნამდვილად იმჯერა. იმიტომ რომ როგორც დრო მიდის არის მე ვთვლი რომ ზუსტად ესეთ რეიტინგს აკრიფავს, იმიტომ რომ მართლა კარგი გამოვიდა. მოდი თუ არის უკვე მზად ეს აუდიო ჩანაწერი, მოდით გავუშვათ უკვე და მე საზოგადოებას შევახსენებ მღერის დავით ძიძიგური, ეს არის ექსკლუზიური მასალა, ასე ვთქვათ, ეს არის სიმღერის პრემიერა, რომელსაც ქვია ბათუმის ბულვარი. მოდით გავუშვათ. დავდივარ ბულვარში ფიქრებში გართული არასდროს არ ვტოვებს აქ ჩემი წარსული დაღლილ ცრემლებისგან ძველი ხეივანი ჩემი და ბულვარის ერთი ბაემანი დაღლილ ცრემლებისგან ძველი ხეივანი ჩემი და ბულვარის ბაემანი მე შენთან ალერსით დაღლილი მკლავები ყველას გამსოცნები ყლავი ალერსები შენს თავს გამახსენებს ჩვენი შეხვედრები ისევ დაგიცახე შენ აღარ დამხვდები დაღლილ ცრემლებისგან ძველი ხეივანი ჩემი და ბულვარის ბაემანი ამ ქუჩებს ჩავივლი წარსულზე ფიქრები შესახეს ვიხსენე და მაინც მიქრები დაღლილ ცრემლებისგან ძველი ხეივანი ჩემი და ბულვარის ერთი ბაემანი დაღლილ ცრემლებისგან ძველი ხეივანი ჩემი და ბულვარის
ოლობა ემანი მე შენთან ვერსი დაღლილი მკლავები ყველას გამსოცნები კლავიანერსები შესავს გამახსენებს ჩვენი შეხვედრები ისევ დაგიძახე შენ აღარ დამხვდები დაღლის ღემლებისგან ძველი ხეივანი ჩემი დაბოლვარის ეს იყო ქალბატონი ეთერ ჭელიძის მოდით ესე ვთქვათ ახალი სიმღერა, განახლებული სიმღერა დავით ძიძიგურის შესრულებით, რომელიც ახლა ამცოდას ჩვენი სტუმარია. მე მინდა ჩავიკითხო რამდენიმე შეფასება, აი ჩვენ თქვენი სოციალური ქსელით სარგებლობთ ჩვენ ყოველთვის Facebook-ით და რამდენიმე ადამიანმა თავის მოსაზრება გამოთქვა თქვენთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა ამწუთას ადევნებენ თვალს ჩვენს გადაცემას და მე წავიკითხავ ქალბატონი ნანა გოშუა გვწერს სევდას გაფანტავ მართლაცო თქვენს წინა კლიპზე გამოხმაურება არის თქვენი ხმა ძალიან სასიამოვნოდ ჟღერსო. დიდი მადლობა. თეა ქორიძე გვწერს ეთერ ჭელიძის სამეგობრო თამარ ბეჭვაია, ნელი ჭიჭინაძე, ნელი დადიანი, ცინუკი დადიანი, ლიზი ვაჩნაძე თბილისში ქალთა კულტი იყო ყველაო. ლამაზესი ქალბატონები ნამდვილად და არა მხოლოდ აი არიან ქალბატონები, რომლებიც მარტო სილამაზით არიან ცნობილი და ეს სამეგობრო ნამდვილად იყო არა მხოლოდ თავისი გარეგნული მონაცემით, არამედ აი იმ ქალაქის სული და გული იყო თითქოს და ჩვენი ქვეყნისაც მთლიანად. ბატონი ვაჟანოზაძე გწერს მაგარი სიმღერა, ბრავო ბაბაკო. დიდი მადლობა ვაჟა. ბატონო დავითო. აი ესე მოგმართათ. ეს იყო Facebook-ის გამოხმაურებები. 3 წუთიღა დარჩა გადაცემის დასრულებამდე. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ სტუმრად და სანამ აი ბოლოს სიტყვას გადმოგცემდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ბოლოს ჩვენ მოვისმინეთ სიმღერის პრემიერა, არაჩვეულებრივი კომპოზიტორის, არაჩვეულებრივი ქალბატონის ეთერ ჭელიძის სიმღერა ბათუმის ბულვარი, რომელსაც ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ბატონი დავით ძიძიგური ასრულებდა. და რა ვიცი, აი უახლოეს გეგმებზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი და მოდი დათუსაც ვკითხავ, გარდა იმისა, რომ ალბათ ამაზე კლიპი შეიქმნება, მე როგორც ვფიქრობ, იმიტომ რომ სიმღერას მე თუ რომ მოვისმენე, იმიტომ რომ აი უსმად წარმოვიდგინე, რომ არ შეიძლება რომ ამ ულამაზ სიმღერაზე არ გადაიღო კლიპი, ცოტა უხერხული ხა ჩემი თავისქება, მაგრამ მართლა მინდა რომ გადავიღო კლიპი. ოღონდ ეს რა თქმა უნდა იქნება ბათუმში. თავისთავად ბათუმზე ასიმღერა. თავისთავად ხო. რასაკვირველია, არის უკვე რამე დაგეგმილი თუ ჯერ უბრალოდ არა იდეის დონეზე. იდეის დონეზეა, იმიტომ რომ ეხლა ნუ ველოდები ზაფხულს. თან დავისვენებთ რა თქმა უნდა. ანუ ეხლა ზაფხულშივე უკვე შესაძლებელია გადაღებები დაიწყოს. რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა, არ ვიცი ეხლა თქვა თუ არა და გთხოვოთ თუ არა რომ ეს კლიპის ჩვენთან მოხდეს პრეზენტაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო დიდი რაღაცა ტელევიზიები რა თქმა უნდა ამას ჩვენამდე არ მოუშვებენ ესეთ არაჩვეულებრივ პროდუქტს. ალბათ უფრო ლოგიკური იქნება მაინც თუ ეს პრემიერა აჭარის ტელევიზიაზე შედგება, იმიტომ რომ ბათუმზე არის სიმღერა და ალბათ იქ. იმიტომ რომ მე ალბათ როდის იყო არ მახსოვს, 1 წლის წინ დავპირდით მაშინ რატოღაც იქ არ ვიცი, ვიცინასწარ მეტყველე, მე მგონი რომ ჩავწერო ბათუმზე სიმღერა. სტუმრად ვიყავით დილაში და ვთქვით რომ რაღაცა შემდეგ წელს მოგიტანთ და მე მგონი ახდა ეს ხო? აჭარის ტელევიზიაში იყავით? კი, ჯერის გადაცემაში ვიყავით მე და ანი. აი ზუსტად მაშინ ეს არ მინდა ვანია. არ გვინდა ვანია, ძალიან ისე რო იყო, ხო? კი. და მაშინ დათომ უთხრა რომ მე ვაპირებო ბათუმზე სიმღერის ჩაწერას, აი როდიდან მქონდა იდეა. დათო თუ არ წაიყანი, აი ეს სტუდიაში დათო წამორა ჩავწერთ რაღაცა, არ უნდა ხოლმე კერდა ეზარება და ხო გამოსდის კარგად რაც თავარია და ეხლა გვინდა რომ გავაკეთოთ კლიპი და მე მგონი გავაკეთებთ ხო? აუცილებლად კი. მე მახსოვს ანდრე ჯოხაძემ გაჩუქა შენ ერთი ძალიან კარგი სიმღერა. რა ბედი ეწია იმ სიმღერას, შემდეგ უკვე აღარ მოგვისმენია.
ვაპირებდით კლიპის გადაღებას. ვაპირებდით კლიპის. უბრალოდ ანდრე მოუსწრელობის გამო ვერ გადამიღო ეს კლიპი. ანუ ეს ჯერ კიდევ გეგმაშია და ესეც მომავლის გეგმებში ჯდება. არა, სიმღერის პრემიერა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ არაჩვეულებრივი ქალბატონი ეთერ ჭელიძიშვილი მოდი მაინც ესე გამოვაცხადოთ. ქალბატონი ანის სირაძე იყო ჩვენი სტუმარი და ბატონი დავით ძიძიგური დიდი მადლობა ეს იყო მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით გმადლობთ.